მოგესალმებით, ეს გურიის მომბის ვებგვერდის გადაცემა მთავარი თემა. მე ჟურნალისტი თეა იოსელიანი ვარ. 3 დღე დარჩა არჩევნების მეორე ტურამდე, 12 ივლისს კი ოზურგეთის მოსახლეობა საკუთარ არჩევანს ოცნების კანდიდატ ბეგის იორიძის ან პატრიოტთა ალიანსის კანდიდატ შოთა გოგიბერიძის სასარგებლოდ გააკეთებს. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კონკურენტებს შორის კომპრომატებით ბრძოლა სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს. რეალურად რა ხდება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რა არის სიმართლე და რა ჭორი. ამის გარკვევას დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით, სადაც ერთმანეთის პირისპირ შოთა გოგიბერიძე და ბეგლარ სიორიძე არიან. მოგესალმებით ინტერნეტ მაყურებელს, მოგესალმებით ბატონ ბეგის რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. ბატონ შოთა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, აი ტაბატაძის, ვანო ტაბატაძის, რომელიც ღია გაცხადებდა თქვენს ხარდაჭერას, მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, ან ფაქტურად არჩევნებამდე 3 დღით ადრე, რომელიც გამოეთიშა შეამორთა ბრძოლას და ასევე დღეს გამართულ ლეიბორისტების პრესკონფერენციაზე, რომელმაც ასევე განაცხადეს, რომ ისინი არ დაუჭერენ კანდიდატებს მხარს. და მეორე, თქვენ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ პირველივე ტურში იმარჯვებდით მყარი ფინანსური შესაძლებლობები რომ გქონოდათ. რას ნიშნავს ეს და შეიძლება თუ არა ვინმეს აქ იგულისხმა ამ მრჩეველში ფულის დაბანდება? მადლობ შეკითხვისათვის. პირველი შეკითხვა გახლდათ ბატონ ვანო ტაბატაძის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს იყო თვით მისი ინიციატივა, რომ შეერთებოდა ჩვენს ოპოზიციურ ერთობას. მან მაქსიმალურად მიიღო მონაწილეობა ჩვენს ერთობლივ ღონისძიებებში. და ამჟამად მის მიერ გაკეთებული განცხადება ჩემგან რთულია რომ რაიმე კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის რომ მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას რომ დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია და მიმართა მან თავის ამორჩეველს რომ გააკეთონ ზნეობრივი და პატიოსანი არჩევანი. სხვას ვერაფერს გეტყვით, ეს ალბათ მასთანაა ეს შეკითხვები დასასმელი. რაც შეეხება ლეიბორისტების განცხადებას თქვენგან გავიგე. მინდა გითხრათ რომ მათი კანდიდატი ბატონი მირზა ჩხიკვიშვილი რჩება ჩვენს ოპოზიციურ გაერთიანებაში თვით ლეიბორისტული პარტიის მინ გააკეთა განცხადება? ხელმძღვანელმა ესე იგი. დიახ, ეს შეიძლება იყოს ლეიბორისტული პარტიის თქვა პოლიტიკური პოზიციაც, მე არ გამოვრიცხავ, კონკრეტულად არ გავცნობი ვარ, ამიტომ მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. კი ბატონო, შეიძლება ხალხად ლოგიკური აღსაქმელი არ იყოს, როცა პარტია და რესპუბლიკის კანდიდატი ყოფილი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოზიციაზე დგანან, თუმცა ამაში შემოგედავებით, რა თქმა უნდა. აი შეიძლება პრესკონფერენციის თემას, როდესაც თქვენ სინამდვილედ აღნიშნეთ, რომ გქონოდა მყარი ფინანსური შესაძლებლობები პირველ ტურში გაიმარჯვებდით და არა იგულისხმეთ კონკრეტულად ამაში. ამაში ვიგულისხმე ის რომ ჩემს მიმართ დამოკიდებულება ჩემი ოზურგეთელებისა ძალიან კეთილგანწყობილი გახლავთ. ამაში ვიგულისხმე ის რომ ჩემი გავლილი ცხოვრება და ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ოცნებასთან ერთად გავლილი გზა მაძლევდა იმის შესაძლებლობას რომ მსგავსი განცხადება გამეკეთებინა ადამიანების დამოკიდებულება ჩემს მიმართ ძალიან აქტიურად გამოიკვეთა სწორედ იმ წლებში, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ძალიან მძლავრი და აქტიური პოზიცია გვეჭირა, საზოგადოება ირაზმებოდა, ბიძინა ივანიშვილის როგორც ლიდერის ირგვლივ და ადგილზე რეგიონებში ადგილობრივი ლიდერების ირგვლივ. კარგით, მე მინდა კონკრეტულად მიპასუხოთ, რომ შეიძლებოდა თუ არა ვინმეს გაეგო ეს ამორჩევლებში ფულის დაბანდების სურვილი თქვენი მხრიდან? არა, ეს ეხებოდა მხოლოდ საორგანიზაციო საქმიანობას კონკრეტული საარჩევნო შტაბისა, რადგანაც მე ნამდვილად ძალიან ძლიერად დავზარალდი უფინანსობით, აი თქვენ თვითონ იცით რომ გნებავთ გურიის მოამბის, გნებავთ გურიანიუსის ფურცლებზე, მე ვერც კი განვათავსე ჩემი თქვა ფართო მასშტაბიანი სურათები და სარეკლამო საქმიანობა. დიახ, ეს ეხებოდა დიახ სარეკლამო საქმიანობაში ჩემს ფინანსურ. კარგით, მადლობა, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ოცნებას, ამასთან დაკავშირებით მე თქვენ კითხვით აუცილებლად დაგიბრუნდები. ბატონ ბეგი, თქვენი ოპონენტები საუბრობენ რომ გარკვეული თანხა დახარჯეთ წინა საარჩევნო კამპანიისას, საუბრობენ ასევე რომ თქვენ სხვა რაიონის მოსახლეობას არეგისტრირებთ ოზურგეთში მეტექმების მისაღებად, აი ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ მითხრათ? სამწუხაროდ საუბრობენ. მინდა გითხრათ, რომ ის რაზეც საუბრობენ თითქოს ჩვენ ჩამოყავს სხვადასხვა რაიონებიდან მოსახლეობა და ვახდენთ მათ ჩაწერას ოზურგეთში იმის გულისათვის, რომ სახელმწიფო კანდიდატს დაუჭირო მხარი, ეს არის ტყუილი ბატონი შოთა იურისტი ბრძანდება პროფესიით. მას ძალიან კარგად შეეძლო გამოეთხოვა სამოქალაქო რეესტრიდან ოფიციალური ცნობა
მის შესახებ თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ოზურგეთში ამ ხნის მანძილზე შეიძლება გამოითხოვა კიდევაც, მაგრამ იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ არის და ამიტომ არ გააჟღერა შეიძლება. არ გამიკეთებია მსგავსი განცხადება. ასეთ შემთხვევაში ბატონო შოთა მე თქვენს ადგილას ასეთი განცხადების გაკეთების უფლებას არ მიცემდი ჩემი შტაბის არც ერთ წევრს, იმდენად რამდენადაც ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და არც ერთი ადამიანი არ ჩაწერილა არც ერთი რაიონიდან და არც ერთი ქალაქიდან ქალაქ ოზურგეთში იმისათვის რომ სახელმწიფო კანდიდატს მხარი დაუჭიროს და რაც მთავარია არ ჭირდება სახელმწიფო კანდიდატს ასეთი ხმების მოპოვება 12 ივლისის არჩევნებში. თუმცა ბატონ შოთა თქვენი ხაბძანეთ რომ იმის განცხადება არ გამიკეთებია, მე თვითონ გავხდით პრესკონფერენციაზე, როდესაც თქვენ ვთქვით რომ მე მაქვს ინფორმაცია მის შესახებ, რომ აქ ხდება პირადობების ახალი პირადობების მოწმობის გაკეთება და სხვა პიროვნებების რეგისტრაცია, რომ სახელმწიფო კანდიდატს მისცენ ხმა ეს ისე უბრალოდ შეგახსენებთ. მე ვერ დაგეთანხმებით მსგავსი განცხადება არც პრესკონფერენციაზე არ გამიკეთებია. ამ თემასთან დაკავშირებით მე შეიძლება რაღაცასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოვთქვი და გავასაჯაროვე ის მოარული. და თქვენ მედიის წარმომადგენლებს რომ გვემუშავა ამ თემაზე და დაინტერესებთ. კი ბატონო, აი ამაში გეთანხმებით, ამაში გეთანხმებით. თუმცა შინაარსი მე თუ შეიძლება ჩვენ მივმართეთ წერილობით სამოქალაქო რეესტრს და მივიღეთ ოფიციალური ცნობა, რომ სულ 23 ადამიანის დამატება მოხდა ვეთანხმები პურისათვის. ნამდვილად ასეა. საარჩევნო სიებში, ასე რომ ეს 23 ხმა შემიძლია თამამად დაგითმოთ ბატონო შოთან ვინ ერგულებთ ამაზე. არა, გასაგებია მეც ვფლობ გავს ინფორმაციას, ამიტომ ვეთანხმები აგემოსაზრება. ალბათ ამ ერთ საკითხში ერთმანეთს ვეთანხმებით, რომ არანაირი მსგავსი რამ არ მოხდარა, რომ არც ერთი რაიონიდან და არც ერთი ქალაქიდან არავინ არ ჩაწერილა ოზურგეთში. კი ბატონო. საინტერესო არის სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, რამდენად გვაქვს საფუძვლიანი არგუმენტები, სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით მე ამაზე გითხავთ აუცილებლად ერთ მხარესაც და მეორესაც. მანამ ბატონ შოთა, თქვენ ჯერ იყავით ნაციონალური მოძრაობის წევრი და აქტივისტი, შემდეგ ეროვნული ფორუმისა და კოალიციის, ეხლა ბრალდებით პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი. თითქმის ერთი თვის გამოცვლილი ჰქონდათ პარტია, როდესაც თქვენ საჯარო შეხვედრაზე მოსახლეობას მოუწოდეთ, რომ ყვითელი ბარათი ეჩვენებინა ოცნებისთვის და ძალიან საინტერესოა რა იწვევს თქვენი შეხედულებების ცვლილებებს. დიახ, კონკრეტული მიზეზები რომ თქვენ პარტიული ცვლა ძალიან ხშირად გამოდეთ. დიახ, თერთი ვერ დაგეთანხმებით რომ რაიმე პარტიულ ცვლაზე იყოს საუბარი. დავიწყოთ იმით რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის წევრობის თემას, ეს იყო ჩემი პირადი ურთიერთობა განსვენებულ ბატონ კონსტანტინე ბერიძესთან, რომლის თხოვნით მე გამოვთქვის სურვილი რომ თუ კონსტანტინე ბერიძე რჩებოდა პარტიის ლიდერად შეიძლებოდა მეც მოვაზრებულიყავი ნაციონალური მოძრაობის წევრად დაიწყო მათ პარტიაში სარეკომენდაციო ბაზის მომზადება, მაგრამ მე არ ვფლობ ინფორმაციას, რა ქვია, დარეგისტრირდა ეს საბოლოო ჯამში და გაწევრიანების თემა დასრულდა თუ არა, რადგანაც როგორც კი სამსახურიდან წამოვედი 2007 წლის ზაფხულში მაშინვე ანალოგიური განცხადებით მიმართე პარტიის ლიდერს კონსტანტინე ბერიძეს ოფიციალური განცხადებით, რომ მსგავსი მზადება ჩემი სარეკომენდაციო ბაზის პარტიაში გაწევრიანების თაობაზე შეწყვეტილი იყო და ჩავაბარე პარტიის სამდივნოში. რა თქმა უნდა, შემდეგ მე გავხდი ეროვნული ფორუმის დამფუძნებელი ჩემს მეგობრებთან, გია ჯიჯიაშვილთან, გიგა გიგელიძესთან, აკაკი სიხარულიძესთან და საზა გობროინძესთან ერთად ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად დავაარსეთ ეს ორგანიზაცია აქა და წლების განმავლობაში ვიბრძოდით ნაციონალური მოძრაობის როგორც დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ, ხოლო ქართულ ოცნებასთან ერთად ჩვენი აქტივობის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული. ახლა რაც შეეხება საქართველოს პატრიოტთა ალიანსში, ალიანსიდან ერთსაც გითხავთ, ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გეკეთება ამაზე, რომ გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ თქვენ სწორედ იცვლით პარტიებს იმის შესაბამისად, თუ სად გექნება გარანტირებული სამსახური, ამას მოაყოლეს, ამაზე საუბრობენ მას შემდეგ, რაც თქვენ ბოლომდე იყავით ფაქტურად კოალიციაში, სანამ არ გადაწყდა, რომ თქვენ არ დაგასახელებდნენ მერობის კანდიდატად. აი ამაზე რომ უბრალოდ უპასუხოთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის სერიოზული ეჭვი აქვს. კი ბატონო, მე არ ვიცი ვის აქვს ამის სერიოზული ეჭვი, მე ვიცი რომ კოალიცია ქართული ოცნების კოალიცია ქართული ოცნების 6 შემადგენელი ნაწილიდან 5 მინდა გითხრათ ეთანხმებოდა იმას, რომ მე ვიყავი ღირსეული კანდიდატი უნდა ვყოფილიყავი ქალაქის მერობის. ქართული მოცნებამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ნახოთ რა შედეგი იქნება მეორე ტურში და საზოგადოება როგორ განსაზღვრავს. მე მიმაჩნდა რომ მე
ღირსეული მერი ვიქნებოდი ამ ქალაქის და სახელმწიფო კანდიდატი თუ იქნებოდა შოთა გოგიბერიძე, მიაღწევდა ძალიან დიდ წარმატებას. ეს იყო მიზეზი, რომ კანდიდატურა კოალიცია. გარდა ამისა, პარალელურად ეს იყო ტესტი. ეს იყო ტესტი, რაც საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს ქართული ოცნება. გარდა ამისა, ზუსტად იგივე პერიოდში ვითარდებოდა პროცესი ამ გადაწყვეტილებების მიღების პერიოდში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არ მიღებასთან დაკავშირებით, რამაც აბსოლუტურად ბოლო წვეთის როლი შეასრულა ჩემი და ოცნებას შორის დამოკიდებით. ძალიან ვეწინააღმდეგები. ეს რაც მიშტაჟენ ჩვენი დღეს ოზურგეთში რომ მოინდომოს, ვინმე მსგავსი რაღაც აქციის ჩატარება თქვენ თუ კი მერი გახდებით, ამას აგრძელებთ. მე მაქსიმალურად დავეთანხმები ყოველთვის პოზიციას საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოთქმულს, საქართველოს პატრიარქის შეგონებას და მრევლთან ერთად გაუწევ წინააღმდეგობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე აქტივობები LGBT საზოგადოებამ ჩემს ქალაქში გამართოს. და აქედან გამომდინარე, თქვენ ყველა ადამიანს უფლების დაცვაზეც უნდა იკითხოთ. მე არ ვამბობ იმეს უფლებას დავარღვევ ჩვენ, მაგრამ აქტივობას რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციაში ყველა ადამიანის უფლება ძალიან კარგადაა დაცული და არანაირი საჭიროებას არ წარმოადგენდა გამოკვეთილი ყოფილიყო სექსუალური მცირესობების ფაქტი. მომიდავებთ იყო ბევრი ფაქტი, ალბათ რის შესაბამისადაც გახდა საჭირო ამ კანონის. არა, ვერ დაგეთანხმებით, და კომენტარებისგან შეიკავეთ თქვენ თავი, თუ კი ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ჩემს აზრს გეუბნები და ეს აზრი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის აზრი გახლავთ, რომ იცოდეთ. და თქვენ იზიარეთ ამ შემთხვევაში. დიახ, ვიზიარეთ ზუსტადაც. კი ბატონო და პლუს საპატრიარქოსაც აქედან. დიახ, ამან განაპირობა და სხვა მიზეზებმა კიდე როცა თუ იქნება თქვენთვის საინტერესო, გეტყვით ამ განაპირობა. კი ბატონო, ბატონ ბეგი, თქვენი როგორც მერობის კანდიდატურაზე შეჯერება სერიოზული ხმაური გამოიწვია კოალიციაში, სწორედ ამის გამო დატოვა თქვენმა კონკურენტმაც ფორუმი, რომელიც მის მომხრეებთან ერთად თქვენი გამარჯვების შემთხვევაში კლანური მმართველობის საშიშროებაზე საუბრობს. ეს ძალიან საინტერესო არის თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. რა საშიშროება შეიძლება დაუდგეს ოზურგეთს ბეგის იორიძის მერად გახდომის შემთხვევაში? გიპასუხებთ და ვეცდებით მუცველად გიპასუხოთ. პირველ რიგში მინდა ბატონ შოთას უთხრა დიდი მადლობა იმისათვის, რომ მან სუსტად დაადასტურა პასუხი იმ კითხვაზე, რაც თქვენ მას დაუსვით, ანუ შოთამ დატოვა კოალიცია ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მისი კანდიდატურა არ იქნა დასახელებული კოალიციის მხრიდან და დასახელებული. არა, იყო სხვა მიზეზებიც და განაპირობა. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნამდვილად. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნამდვილად, მე ვიცი ამის შესახებ, იმდენად ჩვენ უშუალოდ ჰქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვერ წარმომიდგენია ასეთი რა, რომ დღეს სადაც ავარ იმ პარტიამ მარდა მასოფლოს ამა თუ იმ თანამდებობაზე, ამა თუ იმ კანდიდატად ამის გულისთვის დავტოვო პარტია და დაუპირისპირდა მას სხვა. რაც შეეხება კლანურ მმართველობას, მე ვთხოვ ბატონ შოთას, რომ დააკონკრეტოს იქნებ რას გულისხმობს ამ გამონათქვამში, თუ ეს მე მეხება, მე მინდა ბატონ შოთასაც უთხრა და მთელს ჩვენს მაყურებელს, რომ თელმა ოზურგეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ბეგის იორიძეს აქვს დაწყებული ბიზნესი 2000 წლიდან. თელმა ქალაქმა იცის და ყველა ოზურგეთელმა თითქმის ბავშვმაც კი როგორ აკეთებს ბეგის იორიძე ამ ბიზნესს. დღესაც აი ამ წუთში რა ბიზნესითაც ვარ დაკავებული უდიდესი რისკის ფასად, უდიდესი შრომის და უდიდესი მენეჯმენტის სწორი მენეჯმენტის ხარჯზე ვაკეთებ მე ამ ბიზნესს და მინდა გითხრათ, რომ დატვირთული მაქვს ბანკში იპოთეკით მთელი ჩემი ქონება, ალბათ ხვდებით ძალიან კარგად. რასთან არის ეს დაკავშირებული? ერთი თვის წინ დავფარე საბანკო კრედიტი, რომელიც უნდა აიღოს ჩემმა კომპანიამ სამწუხაროდ მე ვეღარ ჩავერევი თუ გავხდები ქალაქის მერი მის მართვაში თავიდან და ისევ სეზონის ბოლოს უნდა დაუბრუნოს ბანკს თავისი კრედიტი. ეს არის უზარმაზარ რისკთან დაკავშირებული, ასე რომ კლანი ცოტა გაუგებარი ნათქვამია, ვერ გებულობ ამ სიტყვის ნიშნულობად, კლანური მმართველობა და კლანთან რომ იყოს ჩემი ბიზნესი დაკავშირებული, ბანკის კრედიტი მე არ დამჭირდებოდა და ამხელა რისკის ქვეშ არ მოუხდებოდა ჩემს კომპანიას თავისი საქმიანობის წარმართვა. კარგი, ბატონ შოთა, მუდმივად საუბრობთ თქვენ წინააღმდეგ გაგორებულ შავ პიარზე, აი კონკრეტულად რას გულისხმობთ? პედაგოგი ზოლდა სიხარულიძის წერილს ხომ არა, რომლის ავტორობაც თქვენივე სიტყვები რომ მომიშველიო მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენლებს ვიაწყებთ.
დიახ, ამას გულისტკივილით აღნიშნავ, რადგანაც იქ ძალიან დიდი ადგილი ეკავა მხედრიონის თემას და მხედრიონელებთან ჩემს გაიგივებას თუ ურთიერთობას ვერ გეტყვით, რაზე აქვს საუბარი 90-იან წლებში ადამიანები ზოგი ზვიადისტი იყო, ზოგი შევარნაძისტი, ზოგი მხედრიონელი, ზოგი გვარდიელი და იმის შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული, თუ კი ვინმეს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ყველამ გაიარა ეს თავისი ცხოვრება ამ პასუხისმგებლობით და ყველას დააკისრა ნაწილს ღმერთმა და ნაწილს სამართალმა, ამიტომ ახლა ამ თემაზე საუბარი არ ვიცი რამდენად იქნებოდა სწორი, მე კი ჩემს თანამებრძოლებში ვხედავ სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანებს, ისინი ძალიან მიყვარს, ამიტომ შეურაცხყოფილად მივიჩნიე თავი, მით უფრო რომ 1995 წელს, როდესაც დავინიშნე რეგიონის პირველი გუბერნატორის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში, სწორედ ეს მევალებოდა ჩემს თანამებრძოლთან და უფროს კოლეგასთან, მაშინდელი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დაცვის, პირადი დაცვის უფროსის მოადგილესთან და ჩვენს თანამებრძოლთან ბატონ გია გალუგრესთან ერთად, რათა აი სწორედ ადგილობრივი, ეგრეთ წოდებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ყოფილიყო ლიკვიდირებული, ხოლო თვითონ მხედრიონი უკვე მაშველთა კორპუსად გარდაქმნილი, თვით მათთან ერთად მათი ორგანიზაციული თვითლიკვიდაცია მოახდინა. ამიტომ ეს ადამიანები თქვენს გვერდით არიან და ქალბატონ იზოლდას წერილს რო გავეცანი, ალბათ პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ დღესაც ეს ადამიანები თქვენს გვერდით განან და აი ამ გარემოცვაზე საუბრობს, სწორედ რომ ამაში ხედავს ქალბატონ იზოლდა საშიშროებას. მაინტერესებს, რატომ მიიჩნიეთ, რომ ამ წერილის ავტორი არ იქნებოდა ქალბატონ იზოლდა და ეს იქნებოდა თქვენი მოწინააღმდეგე? არ ვიცი, ქალბატონ იზოლდას აქტივობა არ მახსოვს მე არც იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა თავზე გვექცეოდა და მართლა პარპაშობდა ზოგიერთი უსინდისო შეიარაღებული ადამიანი, არც მერე წლების განმავლობაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ფაშისტური რეჟიმი მართავდა ქვეყანას, რამის მსგავსი განცხადებები არ მახსოვს და ამიტომაც ვერ დავაკავშირე თვით ქალბატონ იზოლდა სიხარულიძე აი ესეთ პოლიტიკურ აქტივობასთან და ამ თემებთან და ალბათ ამან განაპირობა ეს ჩემი განცხადება. ანუ თქვენ ეს ეჭვის დონეზე დააყენეთ? ნუ ახლა რა თქმა უნდა, ქალბატონ იზოლდას გავიქნია ჩემთვის ხომ დამიწერა წერილიო და არ მეტყოდა რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი გახლავთ ეს, ხომ აქვს მე უფლება ვივარაუდო რაღაცა. შეურაცხყოფა არავისთვის არ თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ, მაგრამ ფაქტობრივად გამოდის, რომ ცილს წამებთ ბატონ ბეგის შტაბის წარმომადგენლებს ამ შემთხვევაში. საინტერესოა ბატონ ბეგი, რა შეუძლია ბატონ ბეგის უპასუხოს აი თქვენი ოპონენტის ბრალდებას, როცა მის წინააღმდეგ გაგორებული შავი პიარის სათავეში თქვენი შტაბის წარმომადგენლებს მოიაზრებს. გისმენდით გულისყური და ძალიან მიკვირდა. მეგონა რომ დებატებში თქვენ ხვდებოდით ერთმანეთს და მე არ ვიღებდი მონაწილეობას. რა თქმა უნდა, უპასუხებ ბატონ შოთას. ბატონი შოთა როცა საუბრობს რომ მოყავს მარადისობის კანონში ანონიმური წერილის მაგალითი და ასე შემდეგ, ქალბატონი იზოლდა ანონიმურ წერილს არ წერს. გარკვევით წერს ქვემოთ პედაგოგი იზოლდა სიხარულიძე და ის ამ წერილს მე კი არ წერს ბატონო შოთა თქვენ გწერთ და იქ რაც აწუხებს ამ ქალბატონს ის გადმოგცათ ის გულის ტკივილი და მე ვერ გიპასუხებთ ვერანაირად რატომ მოგწერათ ქალბატონმა იზოლდამ ეს წერილი მე შემიძლია ჩემი პირადი მოსაზრება გაცილებით მეტი მოგახსენოთ ვიდრე ქალბატონმა იზოლდამ მოგწერათ თქვენ მაგრამ ქალბატონი იზოლდას წერილზე მე ვერ გიპასუხებთ ნამდვილად და მე მგონი ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უფლება დაწერონ მოგმართონ ღია წერილით და ასე შემდეგ. ეს არ უნდა გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ რაც ბეგის იორჯის ირგვლივ ხდება ამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, მაშინ მე ამ დროს რა უნდა გავაკეთო, ძნელი წარმოსადგენია. მე ამას ვღებულობ ჩვეულებრივად მესმის რას გულისხმობ ბატონ ბეგი? აი წინასაარჩევნო რას გულისხმობ? ქალბატონი იზოლდა გარკვევით წერს იქ პედაგოგი იზოლდა სიხარულიძე, მაგრამ ჩემთან მიმართებაში ადამიანები რომლებიც არ წერენ სახელ და გვარს სოციალურ ქსელში, Facebook-ი მაქვს ხედველობაში და 1000 ჭორს და 1000 ისეთ უკაცრავად და სიბინძურეს იგონებენ ჩემი პერსონის მიმართ. ამ შემთხვევაში მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დაწერონ ქალბატონ იზოლდასავით თავისი სახელი და გვარი და გამოვიდნენ დავინახოთ იქნებ ვინ არიან ეს ადამიანები. ძალიან ბევრი ასეთი შავი პიარი ბეგის იორჯის წინააღმდეგ გაგორებული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. და თქვენ შეგიძლიათ ეს დაუკავშიროთ ბატონ შოთას შტაბს? არა, მე არ უკავშირებ ბატონი შოთას შტაბს არაფერს, ბატონი შოთასგან განსხვავებით მე არ ვღებულობ ამ
არც ერთ ჭორს, რომელიც ვრცელდება ბეგის იორჯის მისამართით, იმდენად, რამდენადაც ეს არც ერთი არ ეკუთვნის ჩემს პიროვნებას. კარგი, მადლობა. ბატონ შოთა, აღნიშნეთ, რომ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობაზე დაინიშნებიან ის ადამიანები, ვინც თქვენს გვერდით დგანან და თქვენთან ერთად იბრძვიან თქვენი გამარჯვებისთვის, უშუალოდ მოიაზრეთ ამაში მერობის ყოფილი კანდიდატები. აი, იურისტების შეფასებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული და მოქმედი ცვლილებების გათვალისწინებით, არჩეული მერი ვერავის ვერ შეუსრულებს დანაპირებს, რომელიც ეხება დასაქმებას, რომ მსგავსი განცხადებების საფუძველსაა მოკლებული. აი, რა შეგიძლიათ ეს იურისტების განცხადება? რა შეგიძლიათ ამაზე მითხრათ? არაფერი, მე შემიძლია მოკლედ გიპასუხოთ, აგერ ჩემს წინ მდებარე თვითმმართველობის კოდექსის 54 მუხლით. მერის პირველი მოადგილე და მოადგილეები, გამგებელს მერს ყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელსაც თანამდებობას ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი მერი. ეს გახლავთ მერის პრეროგატივა, თუ ეს ეხება იმ თემას, რასაც თქვენ ამბობთ, თუმცა მსგავსი პასუხი მე ვინმესთვის გამეცეს არ მახსოვს. მე ვთქვი, რომ ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე, სწორედ დემოკრატიული დიახ, ერთი წუთით და მე უნდა მაცალოთ, როცა ამბობ. მე ვთქვი, რომ ის რაც ბუნებრივად შეიძლება მოიაზროს ადამიანმა, რომ ადამიანები, ვინც თანამებრძოლებად მიაჩნია და იდეურად, პოლიტიკურად ერთ პასუხისმგებლობას იღებენ, ერთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებენ სწორედ იმ მმართველებით, რა მმართველებითაც ფიქრობს ქალაქის მერობის კანდიდატი, ბუნებრივადაც შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ეს ადამიანები მასთან ერთად გასწევენ ჭაპანს ქალაქის სამსახურის. თანამდებობების შესახებ, სამსახურების შესახებ და კონკრეტიკის შესახებ ჩვენ არ გვისაუბრებთ. მე ვთქვი, რომ ეს იქნებოდა ბუნებრივი. მე თქვენ დაგისვით კითხვა, როდესაც თქვენ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეთ მერობის ყოფილ კანდიდატებთან ერთად, რომელმაც თქვენ ხარდაჭერა გამოგიცხადეს, რომ ეს ამ ადამიანებთან გისაუბრიათ თუ არა იმაზე, რომ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან თქვენ და მოიაზრებიან თქვენს გუნდში. თქვენ მითხარით რა თქმა უნდა, ჩემს გუნდში იქნებიან ის ადამიანები, ვინც მე მიჭერ მხარს და ჩემთან ერთად იბრძვიან გამარჯვებისთვის, თუმცა კონკრეტულად ვინ რა თანამდებობას მიიღებს, ამაზე ჯერ არ მინდა საუბარი. იქნება ეს მაინც გითხრა, ხო არ გადაგიწყვეტიათ, ჯერ ხო არ ჩამოყალიბებულ ხარ, ვინ შეიძლება? არა, ჩემო ბატონო, მე ისევ სწორედ იმაზე ვარ, რაც მოგახსენეთ, ხოლო თანამდებობებთან დაკავშირებით ნაადრევია საუბარი, მე ამის უფლებას თავს არ მივცემ. ეს იქნება უპატივცემულობა ჩემი ქალაქის მიმართ, რადგანაც ქალაქის არჩევანი ვიზით შეჩერდება, ეს ადამიანი თვითონ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს და რა თქმა უნდა, ეს იქნება კანონით დადგენილ ფარგლებში. ამიტომ რა თქმა უნდა, ახლა მე პასუხს ამ თემაზე მე თქვენ ვერ გაგცემ. ჩემი იგივე აზრზე. იმაზე რომ ჩემი იგივე აზრზე. პასუხი აბსოლუტურად ზუსტად იყო აღნიშნული წერილში და ჩვენი ერთი სიტყვაც არ დაგვიმატებია. ბატონო ბეგი, არაერთხელ აღნიშნეთ, რომ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში კონკურსით შეირჩევიან თანამშრომლები, ამიტომ მე თქვენ გუნდთან დაკავშირებით არაფერს არ გკითხავთ, მინდა უშუალოდ თქვენზე გკითხოთ. აი, რატომ თვლით, რომ კარგი ბიზნესმენი შეიძლება იყოს ასევე კარგი სახელმწიფო მოხელე? გურის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ბატონი სვიმონიშვილი იყო და არის ძალიან კარგი ბიზნესმენი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ იყო წარმატებული სახელმწიფო მოხელე. გიპასუხებთ. მე დავიწყებ იქიდან, რომ ბატონმა შოთამ ნამდვილად არის და თავი პირდაპირ პასუხის გაცემას თქვენს კითხვას, მან სწორედაც რომ ასე გითხრათ თავის დროზე, რომ ზუსტად ის ადამიანები იქნებიან მის გვერდით დასაქმებულები, რომლებიც ეხლა მასთან ერთად იბრძვიან და უდგანან გვერდით. ჩემგან ეს აზრი ძალიან შორს დგას, იმდენად, რამდენადაც არც ერთი ადამიანი ჩემს შტაბში, ჩემს სამეგობროში, ჩემს სანათესაოში, ჩემს გვერდით არ დგას იმისათვის, რომ ხვალ ისინი ელოდებიან რაღაც თანამდებობებს. მე გახლავართ ბიზნესმენი. ბიზნესშიც სწორედ ესე მაქვს მენეჯმენტი გამართული, რომ ნათესაობით, მეგობრობით არც ერთი ადამიანი ჩემს ბიზნესში დასაქმებული არ არის. და ზოგადად ვფიქრობ ასე, რომ არსად ამ კუთხით არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დასაქმებული, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ქალაქის განვითარება. ხვალაც თუ მე გავხდები ქალაქის მერი. სწორედაც რომ შეირჩევიან პროფესიონალები, წესიერი ადამიანები კონკურსის წესით და არა იმის მიხედვით, ვინ დგას დღეს ჩემს გვერდით და ვინ იბრძვის იმისათვის, რომ ბეგის ერთზე მოიგოს არჩევნები და გახდეს ქალაქ ოზურგეთის მერი. რაც შეეხება იმას, რომ რატომ ვთვლი, რომ ბიზნესმენი იქნება კარგი ქალაქის მერი, ეს კითხვა ძალიან მარტივია. იმდენად, რამდენადაც
კარგი ბიზნესმენი აუცილებლად არის კარგი მენეჯერი. მე ვთვლი რომ ქალაქ ოზურგეთის მერი, პატარა ქალაქია ოზურგეთი და აქ პოლიტიკურ ენაზე ერთმანეთს არ უნდა მივმართავდეთ ჩვენ. რა თქმა უნდა პოლიტიკოსი თავისთავად უნდა იყოს ქალაქის მერი, პოლიტიკური ფიგურა არის რა თქმა უნდა ქალაქის მერი, მაგრამ მეტად ვიდრე პოლიტიკოსი, ქალაქის მერი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, კარგი მეურნე ადამიანი და ამიტომ ვთვლი რომ კარგი ბიზნესმენი არის კარგი მენეჯერი და კარგი მენეჯერის პოზიცია არის სწორედაც ქალაქის მერი. კარგი, დიდი მადლობა. ბატონ შოთა, გეძლევათ შესაძლებლობა რომ კითხვა დავუსვათ ბატონ ბეგის და მე სწორედ იმ კითხვით დასმამიდოდა, რაც თქვენ ბრძანეთ, ქალბატონოთი, ამიტომ თავშევიკავე ფაქტობრივად ბატონო ბეგის პასუხი გასცემა. მაინტერესებდა სწორედ ეს თემა, რომ აი რატომ თვლიდა ბატონი ბეგლარი, რომ ის წარმატებული ბიზნესმენი, ასეთი წარმატებული ბიზნესის წარმმართველი, თავისი შრომითა და უნარით, მენეჯერი ამ სფეროში თვლის, რომ სახელმწიფო საქმიანობაშიც ასევე წარმატებული იქნება. მან ფაქტობრივად პასუხი გასცა ამ თემაზე და მეტი გავცა, მაგრამ თქვენთვის რამდენად მისაღებია ეს პასუხი და დამაჯერებელი ამ შემთხვევაში. ნუ ახლა მე ამის თაობაზე ერთად განვაცხადე, რომ მე პრინციპად მივიჩნევ, რომ სახელმწიფოში ნორმალურ ქვეყანაში მით უმეტეს წარმატებული ბიზნესმენი თუ ადამიანი არ უნდა ისწრაფოდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და პოლიტიკური ბერკეტებისაკენ, რადგანაც ნორმალურ სახელმწიფოში ბიზნესმენს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ მაქსიმალურად განახორციელოს, წარმატებულად გააგრძელოს თავის ბიზნეს საქმიანობა და ამიტომაც ხომ არ იწვევს ჩემი პასუხით ბატონო შოთა, ვერ დაკმაყოფილდით ეთყობა ჩემი პასუხით, მაშინ უფრო შორიდან დავიწყებ. მოდით ასე ვთქვათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესიდან მოვიდა პოლიტიკაში, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესიდან მოვიდა და დღეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბატონი კახი კალაძე ბიზნესიდან მოვიდა და ის გახლავთ ჩვენი ქვეყნის ვიცე-პრემიერი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ადამიანები არც ერთი არ უნდა იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, რახან მოვიდნენ ბიზნესიდან, ხო? ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეეხება ეს იყო ამ ადამიანის ამ დიდი ეროვნული კაცის იძულებითი ნაბიჯი და მან შემდეგ წელიწად ნახევარში დატოვა თავის თანამდებობა და გააგრძელა თავის საქმიანობა ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორში. ხოლო სხვებს რაც შეეხება, ზოგადად ჩემი მიდგომა რჩება სწორედ ისეთ მიდგომად, რასაც ვამბობ, რადგანაც მიმაჩნია, რომ სხვა მაგალითებიც არც თუ შორეულ წარსულში გაგვაჩნია ჩვენ დაკავშირებული ბენდუკიძესთან, იგივე აი რომელიც თქვენ ახსენეთ და ასე შემდეგ, რადგანაც ჩემის აზრით იქნება ყოველთვის საშიშროება, რომ ადამიანი, რომელიც არის მთელი ცხოვრების განმავლობაში მართული ბიზნეს საქმიანობაზე, ის აუცილებლად დიახ, კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. მე ბატონ ბეგდამ ალბათ საკმარისი არის ბატონ შოთას პასუხი ამ შემთხვევაში, თუმცა ეს იყო თქვენი კითხვა თუ გავთ კიდე რაიმე კითხვა ბატონ შოთას? არა, კითხვა არის, მე კითხვაზე პასუხი გავეცი. კარგი, მაშინ გისმენთ დავუსვით ბატონ შოთას რა კითხვა გაქვთ? ბატონ შოთასთან მაქვს ასეთი კითხვა. დიახ. მე თან წამოვიღე ბატონი შოთას ბუკლეტი და მინდა კითხოთ ბატონ შოთა ასეთი რამ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ოზურგეთლები ის ადამიანები არიან, რომლებიც დაიჯერებს თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებს, ანუ კონკრეტულად გვესმოთ ასეთ კითხვას. თქვენ ფიქრობთ, რომ დაურიგოთ ოზურგეთის მოსახლეობას უფასო ტანსაცმელი? ფიქრობთ, რომ უფასო ავტობუსი გამოვუყოთ ქალაქის მოსახლეობას? კი ბატონო. ფიქრობთ, რომ მცირე ბიზნეს ან სხვა ბიზნეს გამოვუყოთ უპროცენტო სესხი, რომელსაც არანაირი იპოთეკა და ასე შემდეგ სხვა გირავ არ დაჭირდება 10-დან 50,000 ლარის ჩათვლით. ოზურგეთში ამოქმედოთ უფასო პოლიკლინიკა. არ ვიცი ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ ამას ოზურგეთი მიიღებს და დაგიჯერებთ, რომ თქვენ მაინტერესებს ძალიან როგორ შეძლებთ ნებისმიერი ამ საკითხის გადაჭრას და იქნებ მიმოსხოთ. მოგახსენებთ. მინდა გითხრათ, რომ ის პუნქტები, რომელიც ბატონ ბეგლარმა ჩამოთვალა, ეს გახლავთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. თემა დაკავშირებული უფასო ტანსაცმელთან, უპოვართათვის და ადამიანთათვის, რომელთაც ეს სჭირდებათ. თემა დაკავშირებული უფასო კვებასთან, თემა დაკავშირებული ტრანსპორტში შეღავათებთან და მათ შორის ერთ უფასო შეღავათებს არ გულისხმობთ ბატონო შოთა, ეს უნდა ვიკამათოთ ალბათ. შეღავათებს არ გულისხმობთ, გარკვევით გიწერიათ, რომ ოზურგეთლებს ეკნებათ უფასო ტრანსპორტი. უფასო ავტობუსი.
უფასო ავტობუსი, ეს იქნება სწორედ ის დიახ, მწვანე ავტობუსი. ეს როდის გამწვანდა ბატონო შოთა, ჯერ გეწერათ ზოგადად ტრანსპორტი იქნებოდა უფასო ოზურგეთში და შემდეგ ეთქობა ვიღაცამ უფრო გონიერმა გირჩიათ რომ გაგემწვანებიათ და ერთი ავტობუსი გამოგეყოთ. ძალიან მაინტერესებს როგორ იქნება მწვანე ავტობუსი ჩვენ ოზურგეთელები რომლებიც გაჩერებაზე ვდგავართ მწვანე ავტობუსი რო გამოჩნდება ნაწილი ავალთ ამ ავტობუსში და ნაწილი არ ავალთ იმიტომ რომ ჩვენთვის არ იქნება განკუთვნილი ეს ავტობუსი და როგორ იქნება ამის ისე მოგახსენებთ ჩემო ბატონო ამ მწვანე ავტობუსის მუშაობის პრინციპი გახლავთ შემდეგი საქალაქო შიდა საქალაქო ტრანსპორტ საქმიანობის ორგანიზაციულად წარმართვის შემთხვევაში მე ამას მერობის შემთხვევაში ძალიან დიდ ყურადღებას დავუწყებ აუცილებლად იმოძრაებს ერთი ავტობუსი გარკვეულ დროს გარკვეული მარშრუტით ისე რომ მაქსიმალურად მოემსახუროს იმ გაჭირებულ ადამიანებს გადაადგილებაში რომელთაც ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტი რას გულისხმობს ბატონო ეს გახლავთ ყველა მარშრუტზე ერთხელ გაიაროს დღის მანძილზე ორჯერ დღის მანძილზე ორჯერ შეძლოს ადამიანმა გადაადგილება და შემდეგ დაბრუნება. თქვენ მართლა გჯერათ ახლა რასაც ამბობთ? რა თქმა უნდა, თორე ეს მიღწევადია და ეს მარტივია მსგავსი. მაინტერესებს უფასო ესა უპროცენტო კრედიტებს როგორ გასცემთ? თქვენ რო გახდებით, თუ გახდებით, რა თქმა უნდა, ქალაქის მერი. ფაქტურად იქნებით ხელისუფლების ოპოზიცია და უფასო კრედიტებს, უპროცენტო კრედიტებს თქვენ როგორ გასცემთ? ასეთი არ არსებობს ბუნებაში ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით და თქვენ როგორ გასცემთ ამ კრედიტებს? მინდა გითხრათ რომ ეს არის თემა, რომლითაც საქართველოს პატრიოტ ალიანსი შემოვიდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეზე, მხოლოდ და მხოლოდ და სწორედ იმ მიზნით, რომ ადამიანებს მიეცეთ მინი და მიკრო კრედიტის საშუალებით, მინი და მიკრო ბიზნესის დაწყების საშუალება. ეს არც თუ ისე რთული თემაა, ასე რომ ჩანს, აქ არ დგას საკითხი იმაზე, რომ 50,000 ლარიანი შეკვრები დაიწყობა მაგიდაზე და შემდეგ აქ რიგი დადგება, ამას ექნება ძალიან მკაცრი კონტროლი. გირა ვარდაჭირდება, იპოთეკით არაფრის დაფერვა არ დამჭირდება. თუ შეიძლება მოკლედ რომ პასუხი და მიმართება. ეს იქნება ძალიან დიახ, აი შეიძლება რთულად ჩანს მართლა და იდეალისტური ცებულობა აგვაჩქარებთ, იმიტომ რომ საინტერესოა როგორ შეიძლება იდეალისტურად ეჩვენოს. უბრალოდ აი კონკრეტულად უპასუხოთ. რეალური არის და ძალიან რეალური ეს. არა, როგორ გეკადრება? მაგალითად კრედიტებთან დაკავშირებით, იაფიან კრედიტებთან დაკავშირებით, ნუ ერთგვარ შეღავათებთან დაკავშირებით უცნებად საუბრობთ. მოდით აგიკონკრეტებთ კითხვას ბატონ შოთა. დღეს სახელმწიფოს მიერ გაცემული არის რამოდენიმე მილიონი ლარი იაფიანი კრედიტი. იაფიან კრედიტში სახელმწიფო ამ ბიზნესმენი სარგებლობს შემდეგი შეღავათით. ბანკი გასცემს 13%-იან სესქს, აქედან 10%-ს ფარავს სახელმწიფო და 3%-ს ფარავს პირადად ბიზნესმენი. კი ბატონო. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. მე როგორც ბიზნესმენი ძალიან კარგად ვიცი და ძალიან კარგად ვერკვევი ამ იაფიანი სესხის თუ რაოდენ დიდი დახმარება არის ყველა ბიზნესისათვის 3%-იანი სესხი თქვენ უპროცენტო სესხს საიდან გასცემთ? აქ სახელმწიფო ფარავს 10%-ზე. თქვენ საიდან დაფარავთ? ბანკმა ხომ უნდა გასცეს ეს სესხი და თქვენ საიდან დაფარავთ? ოპოზიციური წარმომადგენელი საიდან დაფარავთ ამ 10%-ს? კარგი ბატონო, მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით, აი სწორედ იმის გამო რომ სწორედ ბიზნესის უფრო ფართო მასშტაბით წარმოებელი ადამიანები იღებენ იაფ კრედიტებსა და მუშაობს უამრავი საინვესტიციო ფონდი და ასე თუ ისე ეხმარება ამა თუ იმ ბიზნესს. მე მინდა გითხრათ რომ სულ ახლა სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევაც გამოქვეყნდა საკრედიტო სტრუქტურასთან დაკავშირებით, საკრედიტო რესურსის კონკრეტულად მიბაზუქეთ როგორ გასაგზა არა თუ არ გავაკეთე მოკლედ მოხილვა არ გამოვა. ესე იგი მოკლედ კარგით, მაშინ მოკლედ დიახ, მე მიმაჩნია რომ მცირე მიკრო და მინი ბიზნესის განვითარებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შეძლოს და დაეხმაროს ადამიანებს. აუცილებლად უნდა შეძლოს და კერძოდ ეს არის ძალიან მარტივი თემები. შეიძლება ვიღაცას უნდა მოგახსენებთ, შეიძლება ვიღაცას უნდა და სჭირდება უბრალოდ ტექნიკურ პროფილაქტიკაში ამწეს დამონტაჟება, ვიღაცას სჭირდება პურის საცხობის გაკეთება, ვიღაცას სამკერვალო დაზგა, ვიღაცას ორგანიზაციის ბატონოშოთა თქვენ მიპასუხეთ საიდან გააკეთებთ ამას? ამას გავაკეთებთ ჩვენ სწორედ იმ შემოსავლებიდან, რომელსაც ნაწილობრივ ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით მივიღებთ, ნაწილობრივ იმ ეკონომიის ხარჯზე, რადგანაც ჩვენ მოვდივართ ის ძალა, რომელიც ვარ სიტყვის
მილიონობით პრემიებზე, ათეულათასობით ტყუილა გადაყრილ ფულზე და ჯიპებზე და ჩვენ შევძლებთ აუცილებლად მოვუყაროთ იმ თანხას თავი რომ ადამიანებს და ზოგადად მივცეთ ქვეყანას შანსი საშუალო ფერა გაშლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხო ბატონ შოთა? დიახ, ადგილობრივი ბიუჯეტი. დიდი მადლობა ბატონ შოთა 2 წუთი გაქვთ რომ მიმართოთ თქვენს ამორჩევლად თუ შეიძლება რომ აი 1 წუთში. დიახ, მე მივმართავ ჩემს უზურგეთელებს, აი თქვენ ნახეთ რომ დღევანდელ დებატებშიც კარგად გამოიკვეთა უზურგეთელთა იმ კულტურის მაღალი დონე, ჩვენ ვზივართ აქ კონკურენტები და ბედნიერი ვარ რომ ჩვენ არ ვზივართ აქ ამ ეთერში როგორც კარგი შედარება მოვისმინე რამდენიმე დღის წინ ისრაელისა და პალესტინის თქვათ წარმომადგენლები რაღაც შეხვედრაზე. ეს მეტყველებს ჩვენს მაღალ კულტურაზე. არ ნიშნავს ბატონო შოთა დებატი. არა, გასაგებია. კარგად საუბრობს. მე ამიტომ ამბობ, რომ ეს ჩვენს მაღალ კულტურაზე მეტყველებს და მინდა მივმართო ჩემს უზურგეთელებს, რომ აი სწორედ ასეთივე მაღალი კულტურით, მაღალი ღირსებით, მაღალი ზნეობით მოვიდნენ იაქტიურად, მოვიდნენ 12 ივლისის არჩევნების მეორე ტურში და დააფიქსირონ თავიანთი ღირსეული პოზიცია, რაც თქვათ, მათი შეგნებითა და ღირსებით მიაჩნიათ. ძალიან გთხოვთ, ჩემო უზურგეთელებო, გააკეთეთ სწორი არჩევანი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, გისმენთ. დიდი მადლობა. 2 წუთი გაქვთ. მე მიმართავ ჩვენს მაყურებელს ძალიან მოკლედ. მინდა გითხრათ, რომ მე ვარ ბედნიერი ადამიანი, კუცველად ვამბობ სრული ამ სიტყვის ნიშნულობით, იმდენად რამდენადაც მე მიხდება დღეს სახელმწიფო კანდიდატს მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, რაზედაც მადლობას გადავხდი ბატონ შოთას იმ გულწრფელი პასუხისათვის, რომ ნამდვილად ცივილურ ფორმაში შედგა დღეს ჩვენი დებატები. და დამეთანხმება ალბათ, რომ ნამდვილად დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდა პირველი ტური და დარწმუნებული ვბრძანდებოდეთ ყოველ ჩვენთაგანი, რომ სწორედაც ასეთ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდება მეორე ტურიც. უზურგეთლებს კი მოუწოდებ, რომ მობრძანდნენ არჩევნებზე და გააკეთონ თავისი სწორი არჩევანი. ხმა მისცენ ქვეყნის და ჩვენი ქალაქის მომავალს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მე ჩემს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ დღევანდელ დებატში ერთმანეთის პირისპირ ბიგი სიორიძე, ქართული ოცნებიდან და შოთა გოგიბერძე პატრიოტთა ალიანსიდან იყვნენ. ძალიან დიდი მადლობა. მე მომავალ გადაცემამდე შედარებით ნახვამდის. კარგად, ბრძანდებოდეთ.